ხომიცი ძველი წიგნებით გასწავლი. კი, ნამდვილად. ბოთ, აბა ახლა მელაპარაკე სპილოზე. სპილო ადამიანის ერთგული მეგობარია. უერთგულესი, უშესანიშნავესი, უკეთილშობილესი. სპილოს ეშვებისაგან კეთდება ბილიარდის შესანიშნავი. ამას ვის ხედა? მამა, ბიჭო, როგორ ახარ? აგული. აი, შენახა. გენაცვალე, როგორ ახარ, ბიბინია? შენი ტირი მე. არა, კარგად ახარ, კარგად, ხო იცი, ბიბინია. და ევგენი, და ის ზაურ თოფი ჩქარა. გურამ ლორთქიფანიძე იგივე ლორთქია და იგივე აგული ერისთავი არაჩვეულებრივი გამოფენიდან. კინოგმირი, რომელიც ქართულ კინემატოგრაფში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახედ ითვლება. პიკასოს ბიჭით და სიდედრების გამოქანდაკების თავისებური მეთოდით. მისი შემსრულებელი პროფესიით ჟურნალისტი გურამ ლორთქიფანიძე თავის თავს დღემდე არაპროფესიონალს უწოდებს. პროფესიონალურად შესრულებული როლის მიუხედავად და იმასაც თვლის, რომ ნამდვილად გაუმართლა, როდესაც სრულიად მოულოდნელად ელდა შენგელაიამ აგული ერისთავის როლზე აიყვანა. ამ ფილმთან დაკავშირებით ყოველთვის მზად არის უამრავი ისტორია მოყვეს. სხვათა შორის არაჩვეულებრივ გამოფენასთან კავშირი მან ჯერ რეჟისორის თანაშემწეობით დაიწყო, რაც ბოლოს კინოროლში გადაიზარდა. ბევრი აგული იყო. და ბატონი ვასილისაგზი იყო პიპინია. აგული რაღაც არ მოწონდათ. აი ჩვენ მოვდივართ, მე ვარ ამ რეჟისორ სტაჟერი მოსკოვიდან ჩამოშვილი. ჩამოსვლა მიმაგრებული ამ ფილმზე, როგორც მეორე რეჟისორი. და მე გულშემატკივრობ ჩხაიძეს. კანდიდატურას. მოვდივართ ძველ სტუდიაში და საუბრობთ. ელდარა ლანაღობელი რეჟისორები ვერებდგან კოგოჩაჩვილა ვიყურებე. მომვარდა ელდარდა. აი როგორ ელაპარაკებოდიო რა. აი ესე შემოდი ახლა პავილიონში და ერთი ეპიზოდი გადაიღე ამ კაცთან. ნუ პიპინეს. ზებირად ვიცი სცენი შევედით. თავისი და პიპინიასთვის თვითონ რომ ის ზღელავდა და დააჯერით შევლევა თვითონ არაფერი ჩავატარეთ ეს ეპიზოდი საოცრად, კარგად. არ ნახოს რა. სცენა იყო გონი აი რომ ლაგიში გელოანია ეგეთი ესე რაღაცები და გამოვეთ რაღაც მაშინ სამხატვრო საბჭო იყო და მოვიდნენ წერლები გონი და ესო პიპინია და ეს აგულიო. გამოვიდა ელდა და შენ ხარ აგულიო. აი მერე როდესაც დაიწყო გადა აი მერე მომივიდა შიში. წარმოგიდგენია რომ დამამტკიცა. მანამდე რო არ ვიყავი ესე ისევ პარტნიორი ვიყავი. ეს მომენტი არსებობს, მაგრამ რამდენიმე დღე უნდა რა. Пери. Გამოგივიდა ბიჭო. Эй, люди, на помощь, на помощь. ის რომ ფილმი პოპულარული გამოსვლის დღიდანვე გახდებოდა, ამას რეჟისორი თუნდაც იმის გამო ხდებოდა, რომ არაჩვეულებრივ გამოფენაში სცენარიცა და სამსახიობო გუნდიც ზუსტად იყო შერჩეული. ამას გურამ ლორთქიფანიძეც აღნიშნავს. პროფესიონალი არა ვნახა მეტყველება მაგ არაფერი, მაგრამ აი ისე ბერდება მსახიობი, შეიძლება ესეთი როლი არ შეხვდეს. აი ხორავა იძახდა ესეთი როასწავლდა მსახიობის ოსტატობას. ნიჭიო, შრომა და ბედიო, იღბალიო. აი რაღაცა მოაჭა, მე კი არ იმას შევიყო. იღბლინად მოვერგი აგულის ახლა მე თორე. ამ აგულის ყველა ითამაშებდა. მე ესე ფიქრობ, მაგრამ მე რაღაცნაირად აღმარჩე ელდარმა. და არ გავაფუჭი აგულის როლი. მართალია ამბობს, რომ არაპროფესიონალი მოხდა აგული ერისთავის როლზე, მაგრამ ამას ხელი ნამდვილად არ შეუშლია იმისთვის, რომ იმპროვიზაციისთვის მიემართა და ხშირად პირდაპირ სცენარის მიხედვით არ ეთამაშა. სწორედ მსახიობთა იმპროვიზაციის შედეგად გაჩნდა ფილმში ბევრი ცნობილი ფრაზა, რომელიც მაყურებელს დღემდე შესანიშნავად ახსოვს. იქ ესე ტექსტი არ იყო, რომ ჩამოდიარ მე ჯარიდან, ნუ ფრონტიდან და პიპინია რაღაცა ხტები და მეუთხარი, მე უთხარი, ყუმბარა მოხდა მე არაფერი ხდა. აი ეს მე მოვივანე, რა სისულელია, ყუმბარა მოხდა არაფერი რა. ხისტავი მქონდა რა იყო. ჩაჯდა კინოში. უბრალოდ ესე თქვი, ნო? ჩაჯდა მიესადაგა. კარგი ქედი, ბიბინია. პოროსი რომ არ გაყიდე. პოროსი, ვის რა შავხათ უნდა ამ გაჭირვებიზე. იქ აკოფში ერთი კარგი აზრი მომივიდა, ხო იცი? აი ამ მარმარილოსაგან
გადაფხულს გავაკეთე. ფიქრობს, რომ თუნდაც იმის გამო არის ბედნიერი, რომ ქართული კინოს ცნობილ სახეებთან ერთად მოუწია მუშაობა. განსაკუთრებით 70-იან წლებში, როდესაც ეკრანებზე მისი მონაწილეობით რამდენიმე ფილმი გამოვიდა. მათ შორის რაჭე ჩემი სიყვარული, არ დაიჯერო რომ აღარ ვარ, პირველი მერცხალი და სინემა. მანამდე კი ცისფერი მთები. ამავე ფილმებში მისი პარტნიორები უმეტესად დოდო აბაშიძე, იპოლიტე ხვიჩია, კოტე მახარაძე, ლეილა აბაშიძე და სესილია თაყაიშვილი იყვნენ. სწორედ სესილია თაყაიშვილს უკავშირდება ის ისტორია, რომელიც გურამ ლორთქიფანიძეს დღემდე განსაკუთრებულად მიაჩნია. სესილიას შვილი, რატო გოძიაშვილი, და მე ერთ კასელები ვარ. როდესაც ცისფერ მთებს ვიღებით, ცოტა გადავრდნი ვიყავი ერთ პატარა ამბავში, პატარა რომანიზაცია თქონდა და ცოტა ხიშიათ სამდრი. ქალბატონი სესილია მოყავდათ, აგერ ლეჩკომისია ქვია სამართლებო იქიდან. განანდიები და მოყავდათ გადაები მიდიოდა საანთრობაში. ამდენჯერ ნასტომი მივედი. და ჩავშალე გადაღება. ჩემს არც კაც შეუგენებია და არც ბავშვობაში არა რატომაც ისე გავატარე ცხოვრება და ეხლა თუ აღარ შემაგინებს ბედნიერად წავალ ამ სოფლიდან და ამ ქვეყნიდან და წადი შენი დედა შემაგეშა უსვისო შენ მაცალე ბიჭო სიკვდილიო. აი ერთადერთმა ადამიანს დედა შემაგინა ქალბატონი სესილია. გადავახვევა გოცენ რასაკურია მაპატიეს ყველაფერა. მოვლენა იყო მოვლენა კაც. სად არის ეგეთი ხალხი კაც? რა იქნა ჩემი ეგზემია? თქვენ გადმომეცით მე. მომთხოვეთ და დაგიბრუნებ. გამოგართვით, კიდევ დაგიბრუნებ. კიდევ გამოგართვით და საბოლოოდ გადმოგეცით. გადმოგცათ. არაფერი არ გადმოგიციათ. ალბათ ფანჯრიდან გადააგდეთ. რას ქვია გადავაგდე? მართლა და მართლა მე თქვენი პატარა ბავშვი ხომ არა ვარ? ის რის გამოც სესილიას გაბრაზება დაიმსახურა დღემდე მისივე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მოკლედ სერიოზულად უყვარს კეიფი, სუფრაზე კარგი თამადის ყურადღებით მოსმენა და თავადაც თამადის როლში ყოფნა. ამ დროს ნამდვილი ლიბერალია და ხშირად ნატურის სადღეგრძელოსაც გისვამს. ამბობს, რომ საუბრისა და მეტყველების თავისებური მანერა აქვს, რასაც როგორც წესი რეჟისორები მსახიობებს ძნელად თუ პატიობენ. თუმცა სწორედ ამ მანერის გამო იგი არამხოლოდ აგულიერის თავი გახდა, არამედ ელდა შენგელაიამ ამავე გმირის გახმოვანების შესაძლებლობაც კი მისცა. მე კი ისეთი გზნობა მაქვს შავლე. თითქოს მე კი არ ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე, სხვა ცხოვრობს ჩემს მაგივრად. რა კაი ჩამოსხმავ. გვარად აგული ერისთავი. გადავიდეთ ყველზე. ესალმებიან. რამას ხიკვაძე შეუძლია გაახმოვნოს. კაცი, ქალი, გოჭი, ძროხა, ძაღლი აკლემ ერთდროულად. ისეთი ოსტატები არიან, ხო? ნუ ვალა თავისთავად პროფესიონალი გიგიდან, რუსულ ქართულად და მოიყვანეს რამდენიმე კაცი, მსახიობი, პროფესიონალი. და დაიწყონა აგულის გახმოვანება. ელდა თუ ეს სხვა კაცია. შენი პროდუნი მიჩენიაო. ალბათ მეტყველებასო და გამოხმოვანებია რა. რეჟისორებთან კონფლიქტში არასოდეს შესულა. თუმცა მაინც იყო ერთი შემთხვევა, რომელიც ფილმ პირველ მერცხალს, მის რეჟისორ ნანამ ჭედლიძეს, ასევე ფეხბურთს და პელეს ერთნაირად უკავშირდება. ამავე ფილმში მისი პარტნიორი იპოლიტე ხვიჩია იყო. ვიღებთ პირველ მერცხალს. აი რას მავალებს ნანამ ჭედლიძე. ორეპაიჯაზე საწყალი ჰონორული ჩვენი კოსმდალი. ფეხბურთელები ხო არა ვარ კაცი. აი რას მთხოვს. ნუ ეს ისე თურქებს ვეთამაშები, ხო? იქ არის ინგლისელებს თუ გურამო, შენ ახლა აიღე ბურთია. აი მას გადაუგდე თავზე რომ თან ეს იყო ზნან არის საოცარი გოგო. ეს 11 კაცი გიჟივით გვარბეინა პაპანაკება სიცხეში ფოჩი. კაც ჩვენ არ დაუჯერებს, მაგრამ ქალის გულის დააგვიათ ეს. ყველაფერი და მერე ფეხებში გაუტარე ამას. მერე კიდე ესე აიგდა თავზე აიგდა ჩამოვიდა და დაარდა გოლის შეარდა. მაგას განაცვალე პელე ვერ აკეთეს მეოთხე მე გურავ თვანზე. ბორია პაიჭაძე, ორე ლეგენდად შეუდგა ბორია პაიჭაძე, ხო ფეხბურთელმა. ესე იგი გამომიგორა პასი ქვია რა, ბურთი გამომიგორა თავისი ფეხით. ავიღეს ბურთი და ეს ბორო დგამს ამ ფეხბურთის.
მიმახეს უნდა ძიმა მიყვირი ჯაიანი პასი მომეცო მომივე მე შენ დურაგო ბორიან პასი მომწე იმურ შენ მოწერა ერთადერთი რაშიც საკუთარ თავს მინუს უწევს საოჯახო საქმეებია. როგორც თავად ამბობს, ყველაზე მარტივი რამის გაკეთებაც კი არ იცის, თუნდაც ლურსმნის მიჭედება. როდესაც ეს დასჭირდა, ანუ კედელზე კალენდრის დაკიდება გადაწყვიტა, არა მხოლოდ ხელი დაიზიანა სერიოზულად, არამედ კალენდარიც იმსხვერპლა. ის, რაც მართლა შესანიშნავად გამოსდის, აზარტული თამაშებია. უმეტესად იგებს, აი ამ მაგიდასთან, აი ამ საშუალებებით. ცხადია მეგობრებთან ერთად. ხანდახან კაზინოშიც შედის. მოკლედ ძალიან აზარტულია. გურამ ლორდკიფანიძის ერთი ჩვეულებრივი დღე უმეტესად სწორედ ამ მაგიდასთან მეგობრების წრეში თამაშით სრულდება, თუმცა დაწყებით დღე განსხვავებულად იწყება. პირველ რიგში ვრეკა. თბილისის მამალი ვარ რა. 7 საათზე ვიცვისია. აბა გადავა, როარ დაგერეკა გავგიჟდებოდი რომ მე. მე ადაურეკე 8 საათს დაურეკე ადზე, მე 2 საათია გელოდებიო. დამარხელ თბილისის მამალი. ოჩი, მამალი კარგია მამა. აი ეგრე იწყება, დარეკით. მე შეხვედრები ჩემთან სახლში. ეხლა დასაფლავება საუბედუროდ მომრავდა. დაბადების დღე საქმე პატარა. სიამსით ერთი სტაკანი მე მიტყვალდა და მე პატარა კარტი და მე კაი კითხვა. წიგნი მიყვარს. წიგნი საჭიროა. არაფერზე ფიქრობდა ფიქრი რად უნდა დროს როცა უნდა ამ სახლში დაიბადა და გაიზარდა, სადაც სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ელისაბედ ორბელიანიც კი ცხოვრობდა. ამავე სახლთან, ეზოსთან, აი ამ მოაჯირთან და ბავშვობის მეგობრებთან მას ასეთი ისტორიები აკავშირებს. აი ხა ეს აქ გადმოვედი მე 32 წელს. ეს დააშენეს. მე ვიყავი 2 წლის და ჩემი მეზობელი იყო თემნაცშვილი, აი კომპოზიტორი, საქართველოს ამაზურა სიმღერა. დავდექი მე, ასე და თემური. და დავადე 1932 წელი. მე 1913, ეს ნენელა ეს წლები ადიოდა და ვეჟმანებოდი რა. აი აქ 70-ში თემური გარდაიცვალა. მე მეწავედა და ეხლა რა მოხდა? ხო არა ხლა ამხელა. ამხელა ვიყავ. დამდები ნელ-ნელა თქვენ ჩამოდი. ხომ გამიზარდე. ეხლა როგერდები? ისა 32 წელს ჩამოდი. ვარდა გამოდები. იქ ხო შადრევანი. ნუ და სპექტაკლებს დგამდით იქ პარტიზანებზე დავდით რაღაცა და როდეში ხთი მე გადმოხდი პარტიზანი ვარ და გამეხა ჩავარდი და ასე ვიდექი მთელი სცენა. ფეხი ვერ გადა. ეს იყო ამფითეატრი, ეს ლოჯა, იქ სკამები. იმ ფულით ვიყიდეთ ბუცები. ბურთი და ფეხბურთის გუნდი ჩამოვაყალიბეთ. ედებოდა უჩინდავნო. კარგად თამაშობდით მაშინ ბავშვი? ძალიან კარგად თამაშობდი. ფეხბურთს თამაშობდი მართლა კარგად. აბა ფილმში გამიჭირდაო? ნუ ახლა ის მე მომინდობა პელეობა და 5 კაცი მოატყვის თავში. საოცარი ქალია ნანა რა. ეს მეშინია მაგრამ მართლა რატო? ნუ არის ერთხელ ბაგურიანში დემერსი და იმ შემდეგ შიში მაქვს ისეთი რა ისა ხო პერისი არ გეშინოდათ? ისინი? პერი შინაური იყო ჩემი იყო ვაჭმედი ვასმედი ბავშვებიც როგორ მომშინაურდნენ კაპიკი არ წაომიღია როგორ ახლა კაპიკი არ წაომიღია მამიგო ნაყინი მინდა 5 ბიჭი როგორია ნაყინი ხაჭაპური ბაბადი და მანეთი მჭებოდა ჭიპეში მამას მეზარდე მამას
ლორდ კიფანიძე ნამდვილი ვერელია. ახსოვს ძველი ვერა და ის პერიოდი, რომელზეც დღეს სიყვარულით და რა თქმა უნდა ნოსტალგიით საუბრობს. აფთიაკი იყო, აფთიაკი. კაცმდელი იყო და მანდ ვიკრიბებოდი. იქ იყო გარჩევა, ოჯახის მოკითხვა, სიყვარული, დახმარება, ხინი და იქ ურიგო კაცი ვერ დადგებოდა. თუ მოვიდოდა, აი იდგებოდა, დღენახევარი ორი წელი. თვითონ და თქვა ჟარგონი, ვიხმარ თვითონ დაითესებოდა ხო. აქ ცხოვრობენ მემტრედები, ძმები, მტრედები ყავდათ. მომყიდდა მტრედს, ვიყიდიდი, დავუსტომ და დაფრინდებოდა. ერთი მტრედი მოპყიდა აჯე. მანდაგებდა. ძმები ბაზალები. სპირს ნუიმა, ნევალევა სპირს ქვეი. ეს მოწყნეთის ქუჩა ერთა. ვიწრო ქუჩა იყო, დადიოდა ტრამვაი. ტრამვაიზე შეხვდა, ჩამოხტომა. იქ იყო თონე ომის დროს. გავგიდეთ პიანინო, ნიკანი იყო მასე წავედი და ვიღებდი ერთ სალპოს, იყო პროდუქტორის მაღაზია და რომ მოვიდა, აი ესე მოხდა ლობიო მაშინ. დიდ კასრები და ცხელი ლობიო მეტრები. დავაი იყო ნავთის ერთი და როგორ იყო ჭირიგები? აი დავწერდით ხო? აგურზე ხო და 300 მე-20, 400 მაგრამ მეურიგოთ მიშოვდა. უვარდით. ახსოვს ისიც, როგორ აწვალებდა სკოლაში მასწავლებლებს, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ყველასთვის საყვარელ მოსწავლედ ითვლებოდა. ეს კი ყველაზე მეტად მის ნიშნებზე აისახებოდა, განსაკუთრებით კი ყოფაქცევის ნიშანზე. აქ მას ყოველთვის 5-იანს უწერდნენ. 5, საგნებში 2. საყვარელი ის ვიყავი, რა ქვია. მასწავლებელი. უვარდით ძალიან. ერთხელ ძალიან გავაბრაზდი ფიზიკის მასწავლებელი. კარბეთი ჩაუღარე, კარბეთი ცუდისა ძალიან სუსაღანოს ბოდიში კომისია და გამრიცხე. მე მაქვს ქრონიკული ბავშვობა, აი ეს ამშვენს. აიგე, თუ ისევ რა, ლედნად. ეგრე უნდა თქვათ რომ თქო, ჭკვიანი ვარ, არ უნდა დაგიჟე. ლედნ ვითომ ისევ არა, მაგრამ მე შეაპარო. ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა, რომლებმაც მასზე სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინა. ერთ-ერთი ასეთი ისტორია რაჭკაპურს უკავშირდება. რაც შეეხება სოფი ლორენს, ამ შემთხვევაში გურამ ლორდ კიფანიძე ზომაზე მეტად გაოცებული აღმოჩნდა. გადამეტებული ემოცია მასში ცხადია მსახიობის სილამაზემ გამოიწვია. ეს იყო მოსკოვის სასტუმროში, იდგა თავის წრეში და მე მქონდა ის მომცეს, საშუ. შემედო მისვლა უფლება და მე დავდეგი და პირი გავარი. აი როგორ დაიწყო სიცილი და ხელი განმომიდა. თინას გაღვიდა, დახურე პირი. ხელი არ მომიდა. დახურე პირი და მისთვის პოპულარობას ორი მხარე აქვს: დადებითი და უარყოფითი. ქუჩაში თუ შემთხვევით ვერ იცნეს, ამის გამო შეიძლება ცოტა აღელდეს კიდეც, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია. ძირითადად ცნობენ ყველგან და როგორც წესი, უმეტესად ტრანსპორტში. ამარხებენ ფულს. აი მაშინ ავტობუსში, ტროლეიბუსში, ერთხელ ჩავდექი მარშრუტკაში, მეთქი ეკონომიას გავაკეთებთ კი ავედი ბიჭო, გადავხედე, ერთი 8 ქალია ნაცნობი. გადავხადე 10 მანეთი, უთხარი მორჩა, აქ აღარ დავждები. გადავი ტაქსით წავალგაში. კაშნე ის აქსესუარია, რომლის გარეშეც გურამ ლორდ კიფანიძეს პრაქტიკულად ვერასოდეს იხილავთ. თუმცა აქსესუარის გარდა მას მსახიობის სხვა დატვირთვასაც ანიჭებს. კაშნე რატომ მიყვარს ეს ეგეთი მიფარავს სიბერეს. ამ გაიგაცი რომ რაღაცას მავსებს და აი მაგათ მე თუ დაგე სულ ველოდიმაცია. ველოზე ვიждები. რატო არ ვიცი? მადისებულო საზოგადოება ძვირფან მეგობრებო, თქვენ დღეს სიმყოფებით ცნობილი მოქანდაკის აგული ერისთავის პერსონალურ გამოფენაზე.
კედელის სავლე. ამ ათიდან ნატარბებში ჩანს ანტიკური ხელოვნების გავლენა. მიუხედავად ამისა, თვლის რომ მსახიობი და საერთოდ ადამიანი ყოველთვის ყველაფერში ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ხუმრობს იმაზეც, რომ იმდენად იხარჯება, რომ ეს სახეზეც კი ეტყობა. გული არაფერზე წყდება, ერთი რამის გარდა. შუბლი გავს, ესე იგი გავს. აი, მოდი, ამაზე წება გული ესე ვერ დავდია რა. აი, როგორ მოდია. მე უკვე დავჭა. ამაზე წება გული. ესე იგი, ყველაზე უფრო მეშინია სიბერის რა. ძალიან მეშინია. არავის ვეღარ ჭირდები და ნახე როგორ მიდის როიტნიანი, ასვა, ასე რომ მიდიხარ და ესე რომ დადიოდი. აი, ამაზე წება გული რა. ამიტომ დროზე უნდა წახვიდე რა. ფილმებში მისი პარტნიორი ყველაზე ხშირად დოდო აბაშიძე იყო. ცნობილი როლების შესრულებაც სწორედ მასთან ერთად მოუწია. დღეს უკვე დოდო აბაშიძის დარბაზს ხელმძღვანელობს, რომლის ინიციატივითაც ვერაზე აი ეს სკვერი და ეს ქანდაკება გაჩნდა. დოდოს დარბაზმა გააკეთა ეს სკვერი. დარბაზი როგორ შეიქმნა? აი ჩვენი, აი დოდოს შვილის მეგობრები, დოდოს ძველი მეგობრები და ჩვენ საშუალოთაობა მოვილაპარაკეთ ეს და დარბაზი ხოჭით რა ის იანა საზოგადოება დარბაზი ერქვა უწევს. იმის პრეზიდენტი ვარ მე. ესე იგი გვაქვს შეხვედრები. აი ეს სკვერი ჩვენ გავაკეთეთ. მთავრობის დაკმაში ლეკიშვილი იყო. ეს გაგვიყვება ლევან ბერძენიშვილმა, ხოკაიზეგლია. აი ეს პედესტალი რო არის. ხსნიდი ძეგ და პედესტალი. ხო, ხოჭა. პედესტალი არა გქონდა. წავედით, მე და გამგებელი იყო ომარიჟღენი მაშინ ჩვენი რაიონი სასაფლაოზე. და ხოის მწერლები რო არიან, მათი უფროსმა აი ეს გვაჩუქა. აი ეს პედესტალი. და როგორია? რაღაც საფლაოს უნდა და უთხარი ხვალს ნიდებოდი, არა და გვაჩუქა და აი მე ეს არ არის საქმე. ყურადღებას და კეთილგანწყობას გურამ ლორთქიფანიძე უმეტესად ასე გამოხატავს. მეყვავილეები ბატონი გურამის ამ თვისებას უკვე კარგად იცნობენ. თუმცა იმის ნაცვლად, რომ ყვავილებით მოეხიბლა, ერთხელ საყვარელი გოგონას მიმართ სიყვარული უჩვეულო ფორმით გამოხატა, რასაც დღემდე ნანობს. ერთი გოგონა მომწონდა. აი ეს ყვავილი ჯოგია მაგა, თქვენ ჯოგი. ხოდა მომწონდა და ვერაფერს ვერ იცოდა. საოცარი ორი კიგი რა ქონდა ახლა და ერთი შემჭერი მაგათელი ვიდა შემჭერი. აი ეს ვინანა რა. ეხლა სუნამი. სიყვარულის უცნაური გამოხატვა. ხო, რა, ხო, ვითომ რაღაცა, მაგრამ დავკარგე. იმას ის დავკარგე. ამას ისე ვაინის მეთოდი ჯობდა, კერძო ყვავილები. აბა მაშინ რა გავბაჟე. მაშინ რა ვიცოდი, ყვავილი იყო. აქვს საყვარელი გამოთქმა, რომელსაც საუბარში ყველაზე ხშირად იყენებს. მისი მნიშვნელობა გურამ ლორთქიფანიძის მეგობრებმა დიდი ხანია კარგად იციან. კაი თუზმახარ. დამძინია, კაი თუზმახარ. ლორთქი, კაი თუზმახარ. ესე იგი რაღაც მითხრა და ამნო, კაი თუზმახარ, ის ჩუმდება იმის. თბილისში სახლების ფასადების ტოტალური შეღებებების სიაში მისი სახლიც მოჰყვა, რომელსაც როგორც წესი მხოლოდ ფასადი შეულამაზეს. მთავარ პრობლემას კი საერთოდ არ შეხებიან. ეს ამბავი გურამ ლორთქიფანიძეს კარგად იმის გამო ახსოვს, რომ სახლის ფასადის შელამაზების დროს მას ყველაზე კარგად ეძინა. ერთი მეკითხე ვარ, მომწონს თუ შენ მე ვთქვა ძალიან მომწონს, მაგრამ რო ღებავდე რა, აი ესე ჩამოუშოლდე ფუნდს ზეიდან, უყურე, აი ესე სახლი მიდე და იგეთ. აგრევა აუსვამდნენ უკან. სოციალური არ ვარა, აკვანივით იყო სახლი. ისე კარგად მეძინა რა.